წამიყვანეს მოდულის შენობაში, მაგან მეძებდნენ ჩემები და რო ვერ მიპოვეს სად ვიყავით და რაღაცა და ჩემ მეუღლეს ვკითხარი რომ მაგის ბიძამისთვის დაერეკა რომ ისა რა ქვია მეთქი იქნება რამე მიშველო რა ხდება ვაფშე იმაში არა ვარ გაგებაში არა ვარ და მოდულში რომ მივიყვანე ბიძამში ჩემ წინ გამოატარეს ეგრევე ისეც დაჭერილი იყო და დარჩათ ტყვიები და აბრუნდნენ უკან და ეს იყო გამომძიებელი გელაძე ალექსანდრე და მე მგონი ეხლა გავიგეთ თავი ჩამოუხჩია მაგას ცოდვება მეუწია ეთყობა და მე მიყვანეს იქა შემიყვანეს ოთახში საიდან იცნობ ოქრუაშვილს ვეუნები არ ვიცნობ ადამიან როგორ არ იცნობო მაიგ უნდა დაკავშირებოდათო უნდა მოეცა თქვენთვისო ეს ტყვიები ის ავტომატი და ეგეთი რაღაცეები და ან უნდა გადაგვეტრია უნდა გვეყიდა ზილი და თუ გაზელი და უნდა მაგითი გადაგვეტრიალებინა სახელმწიფო მეთქი არ ვიცნობ მეთქი და გვატყუებ ვიცნობ მეთქი და საიდან იცნობო და ტელევიზიიდან მეთქი აი მაგის თქმა იყო და ბოდიშით და 3 კვადრატიანი მაში რა ქვია ოთახში დამიწყეს თქმა მე ხელები რო დაეღალათ მოდი ახლა წნევა გაუსინჯოთ წნევის გასინჯვას ეძახდნენ დენის შეერთებას ეს დენის შეერთება ისეთი დენი იყო რომ წეგან გოჩამაც მოყვა უკაცრავად ლერიმაც მოყვა შეერთებული ქონდა იმაში შტაბ-ცელში და როგორც წნევის აპარატი ზუსტად ეგეთი იყო იმ დონეზე მირტყავდა რომ ეს აქ რომ მეკეთა ეს ხელი თვითონ მირტყავდა ამ ხელიდან გადავიდნენ მეორე ხელზე მეორე ხელიდან გადავიდნენ ბოდიში და ფეხებზე და დილის 7 საათზე რომ მიმიყვანეს მოდულის შენობაში სადღაც ღამის 12 პირველ საათზე ჩაგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ კაპეზაზე რა დროებით იზოლატორში მანამდე მიმდინარეობდა ვარჯიშობდნენ ჩვენზე ელექტროშოკის წამება და ცემა